ყველაფერი ამათია რა, ყველაფერი ამათია აბსოლუტურად. ინა კარიერები, მიწები, თუ კი რამე შემოსავალი არსებობს ამ რაიონში, ყველაფერი ამათია, ყველაფერს ესენი არიან მომსხდრები. აი ეგ რაიონში ადამიანს ვერ ანახავთ, რომ გრანტი აიღოს. თუ ვინმე აიღეს ისევ ამათმა საახლობლომ, ზოგმა 5 მილიონი, ზოგმა 10 მილიონი, ვიცი ოჯახები რომ 10 გრანტი აქვს აღებული. 10,000-ობით ჰექტარს უკვე ესენი ამუშავებენ და ამათ გარეშე გექტარიც არ მუშავდება. გამგებელი დატოვეს, ყველა თანამდებობის პირი დატოვეს, ყველა თავის ადგილზეა და ამათი საახლობლო მართავს ისევ ყოველ საათში ტარიელა მიდის გამგეობასთან, გამოდიან დამქაშები, მაგისი, აბარებენ აჩოტებს, ტარიელა რომელიც მანქანიდანაც კი არ ჩამოდის. ტარიელა ღარიბაშვილი ეთყვის თავის საქმეს, ალბათ კეთდება ეს. ღარიბაშვილების კლანის მმართველობა დედოფლისწყაროს საფეოდალოში როგორც ჩანს არ დასრულებულა. ადგილობრივების მონათხრობი 2 დღის წინ დადასტურდა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებითაც. როგორ მოხდა ეს, რომ თქვენ ვერ შეგცვალეს ამ ხნის განმავლობაში? ჭკვიანი. ექს-პრემიერის მშობლიურ რაიონს მომავალი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ნუნუკა თამაზაშვილის ბიძა, ნუგზარ პაპიაშვილი ეყოლება და რაიონის მერიც, ღარიბაშვილის ცოლის ბავშვობის მეგობარი იქნება. ნუნუკა ღარიბაშვილის კლასელი რომ არ ყოფილიყავით, იქნებოდით ამდენი ხანი ამ თანამდებობაზე? ხარ ფლიდები. და მაიმუნები. რეალობა დედოფლისწყაროელებისთვის არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის წაყენებულ ბრალს შეუცვლია. ყველაფერი ისეა, როგორც უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში. არც ტარიელ ღარიბაშვილის გავლენები შესუსტებულა და არც მისი მოურავი გაგაშასი. ამიტომაც აქაურები ეჭვობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის სავარძლიდან საბრალდებო სკამზე გადანაცვლება პოლიტიკური თამაშის ნაწილია და ამ პროცესს გამოცხადებულ ანტიკორუფციულ სამთავრობო კამპანიასთან კავშირი არ აქვს. ბატონო ტარიელ, თქვენს ქარხანაზე უნდა გკითხოთ, ეს ყოფილა მთავარი დანაშაული, გამოგხედეთ თუ შეიძლება. ჩვენ ახლა ვიწყებთ სისხლის სამართლის საქმის გაცნობას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღიძრა და რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. მაგრამ მზად ვარ ახლაც გიპასუხოთ კითხვებზე და კონკრეტულად იმ წარდგენილ ბრალზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს და რაშიც მან თავი დამნაშავედ ცნო. ვეყრდნობით ყოფილი პრემიერის უფლებადამცველს ლილი გელაშვილს. მისგან ვიგებთ, რომ ღარიბაშვილს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის პარალელურად ბიზნესის ფლობას, ამ ბიზნესიდან უკანონო შემოსავლის მიღებასა და ამ შემოსავლების ლეგალურ ბრუნვაში ჩაშვებას ედავებიან. სასჯელი ასეთი დანაშაულისთვის იმ მუხლით, რომელიც პროკურატურამ წაუყენა 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატი ცხადად ამბობს, რა ბიზნესია საუბარი. 2016 წლიდან დღემდე ბიზნეს წარმოებით მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, აი ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიჩამს. ინდუსტრია იყო ძირითადად და ეს იყო ღვინის ქარხანა. რომელი ღვინის ქარხანა? რომელიც ეკუთვნის ხელმძღვანელი არის მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი. რასაც ადვოკატი ამბობს, ასეთი რამ საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება. ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე ღვინის საწარმო 2023 წელს გაფორმდა. მანამდე მას არ ჰქონდა ოფიციალური წილი ღვინის არც ერთ კომპანიაში. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვამოწმებთ, რა თქვა პროკურატურამ, რა ვერსია შემოგთავაზეს ადვოკატებმა და რამდენად რეალურია ის, რაშიც ხალხის დარწმუნებას ცდილობენ. უკაცრავად! ეს ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე გაფორმებული ღვინის მარანია. ადვოკატები ექს-პრემიერის მილიონერად ქცევის წყაროთ სწორედ ამ საწარმოს ასახელებენ. საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს 6,500,000 ამერიკული დოლარი ამოიღეს. ედავებიან მშობლებისგან საჩუქრად გასაღებულ 830,000 ლარს. ედავებიან დაუსაბუთებელი შემოსავლებით ნაყიდ 463,630 ლარიან ორ ავტომობილს. ედავებიან 210,000 ლარად ნაყიდ ბიზნესის წილს. ედავებიან 3,670,000 ლარსაც, რომელიც ამ ბიზნესში ჩადო. გამოდის, რომ საქართველოს პროკურატურის ვერსიით ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლის სახით ჯამში 22,325,172 ლარი მიიღო. ადვოკატები ამბობენ, რომ არალეგალური შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მამის სახელზე გაფორმებულ ღვინის ბიზნესს უკავშირდება და ღარიბაშვილს სხვა თანხა არც მოუპარავს და არც ქრთამი აუღია.
ამიტომ ვამოწმებთ, რამდენად რეალურია ვერსია, რომელსაც გვთავაზობენ. ჭიშკარი ხიათ არის და არავინ არ არის და დაც ყარაული უნდა იყოს? მუშაობენ, რაც არ ეთყობა. ღარიბაშვილის ღვინის საწარმო ფაქტობრივად მიტოვებული დაგვხვდა. ქარხანაში, რომელიც ექს-პრემიერის ადვოკატების მტკიცებით 22 მილიონის შემოსავალს იძლევა, წესით წარმოება უნდა იყოს გაჩაღებული. თუმცა აქ ახლა ყველაფერი დაკეტილია. ადგილზე გვიყვებიან, რომ მსგავსი საწარმოს მიერ ამოდენობის თანხის გამომუშავება რეალური არ არის. ღარიბაშვილების მარნის შემოსავლების გადამოწმებას ფინანსური ანგარიშგების პორტალზე ვცდილობთ. კომპანიის ბრუნვები საგადასახადო სამსახურში წარდგენილია, თუმცა საჯარო არ არის. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც საწარმო მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება და წლიური ბრუნვა მილიონს არ აღემატება. ფარს ანალოგიური ფულით გათეთრება, ანალოგიური მაიმუნება და ტყუილი. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან პირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გადადგა. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ გადამდგარი მთავრობის მეთაური ღვინის ინდუსტრიაში შევიდა და მილიონების შეგროვებაც ამის შემდეგ დაიწყო. სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება არც ერთი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს, რომ ღარიბაშვილის მამა ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი 2023 წლამდე ასეთ ბიზნესს ფლობდა. ბატონო ტარიელ! ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე კომპანია 2023 წლის 7 თებერვალს გამოჩნდა. იგივე სამტკიცებს საქართველოს პროკურატურაც. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ღარიბაშვილი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს. ადვოკატების ვერსიისგან განსხვავებით აქ ხაზგასმულია, რომ პრემიერად მუშაობის დროს ოცნების ლიდერს წილი სხვადასხვა ბიზნესიდან მისდიოდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. პროკურატურისა და ღარიბაშვილის დაცვის მხარის ერთმანეთს აცდენილი ვერსიები აჩენს გონივრულ ვარაუდს, რომ შესაძლოა საქმე არამხოლოდ ტარიელ ღარიბაშვილზე გაფორმებულ ღვინის ქარხანას და იქიდან მიღებულ უკანონო შემოსავლებს ეხებოდეს. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ხომ არ ეძებენ ღარიბაშვილის დამალულ ბიზნეს წილებს მისი გარემოცვის კომპანიებშიც? სასამართლოში თქვენი შვილის გირაოთი გამოშვება, როგორ დაალაგეთ? ღარიბაშვილის ახლო მეგობარია კატევ ჯგუფის მფლობელი ზურაბ ჩხაიძეც. ის ამასთანავე მჭიდრო კავშირშია ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძესთანაც. მე არასოდეს არ დამიმალავს არავისთან მეგობრობა. ნამდვილად ვარ მათი ოჯახის მეგობარი, მეუღლე არის ჩემი მეგობარი. თუმცა ჩვენი ოჯახი არის ბიზნესით, ისინი იყვნენ ირაკლი იყო სახელმწიფოში პრემიერი. აქედან გამომდინარე ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. კითხვაზე ხომ არ ფლობდა ირაკლი ღარიბაშვილი არაფორმალურად წილებს ნოშრევან ნამორაძის კომპანიაში, სუთიძე გამოძიების ჩატარებას ისევ ჩვენ გთხოვს. ჩემი მეუღლის ბიზნესი შეგიძლიათ თქვენს დაინტერესდეთ, ეხლა აქედან რო წავალთ, აი 1-3 დღე ჩაუჯექით, თუმცა ძალიან ბევრი გაქვთ ნაქექი, ყველაფერი ამოქეკეთ. ფიქტიურ პირებზე ქონების გადამალვა ქართული ოცნების უკვე დაკავებული და ბრალდებული მაღალჩინოსნებისთვის დამკვიდრებული პრაქტიკა ყოფილა. ამას მათ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ სუსი და პროკურატურაც ედავებიან. ასე დაესხნენ თავს შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის გადამალული ბიზნესების გამოძიება დავიწყეთ. ვიდრე ღვინის ქარხანას ტარიელ ღარიბაშვილი გადაიფორმებდა, ის ადგილობრივი ბიზნესმენის ლნუგზარ ალუღიშვილის შვილის სახელზე იყო გაფორმებული. მაშინ ალუღიშვილი თავს ასე იმართლებდა. აგერ გიწერიათ წილი. წილის მფლობელად გიწერიათ ბატონო ნუგზა. როგორ აღმოჩნდა ეს ქარხანა ღარიბაშვილების ხელში? ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, სახელმწიფოს საკუთრება იყო. 2019 წლის 29 ივნისის ნომერში დედოფლისწყაროს გაზეთმა შირაქმა დაბეჭდა განცხადება, რომ მუნიციპალიტეტი ყიდდა 2 მიწის ნაკვეთს თავისი შენობა ნაგებობებით. 8 გვერდიანი გაზეთის მესამე გვერდზე დედოფლისწყაროს სააუქციონო კომისია წერს, რომ 5112 კვადრატულ მიწას 2 შენობით სულ რაღაც 12220 ლარად ყიდის. ანუ კვადრატულს 2 ლარად და 40 თეთრად. მეორე ნაკვეთს კვადრატულს 1 ლარად და 50 თეთრად. გაზეთ შირაქში არაფერი წერია, ვინც ამ ტერიტორიას იყიდის, უნდა აიღოს თუ არა რაიმე სახის ვალდებულება. გასაყიდი ქონება, როდესაც გამოგაქვთ ელექტრონულ აუქციონსაც ხადებთ თუ გაზეთ შირაქში უნდა ვნახო მხოლოდ? როცა ღია აუქციონია,
მაშინ აქ შემოდის განცხადებული და აუქციონი აქ ტარდება, ოთახში ტარდება, ხელისაწევით, ეტაპებია სპეციალური ეტაპა და კონკურსი აქ ადგილზე ტარდება. ვისაც ჩალის ფასად მიწის და შენობების ყიდვა უნდოდა, გამგეობის მესამე სართულზე სპეციალისტ მაია ალადაშვილთან უნდა მისულიყო და საბუთები ჩაებარებინა. შემდეგ გამგეობის სააქტო დარბაზში გამოცხადებულიყო და აუქციონში მიეღო მონაწილეობა. რის მიხედვით წყდება ეგ რო ონლაინ არის თუ მერის ბრძანება როგორც რა პირობითაც ცხადდება აუქციონი იმ პირობით. ანუ ზოგ შემთხვევაში ელექტრონული აქვს, ზოგ შემთხვევაში ადგილზე შემოაქვთ მერიაში, სწორად მივხვდი, ხო? კი. და მერი წყვეტს ამას. კი. რაიონის მერი იმ დროსაც ნუნუ თამაზაშვილის კლასელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იყო. 2019 წელს სახელმწიფო მქონება დედოფლის წყაროში არა ელექტრონული აუქციონით, არამედ გაზეთ შირაქში გამოქვეყნებული განცხადებით გაყიდა. აუქციონზე გამოვიტანეთ დამხვევა რომ ღარიბაშვილების გარემოცვა მიყიდა ყველა? რა, თქვენც მიგიღოთ მონაწილეობა. დამხვევა რომ ყველა ღარიბაშვილების გარემოცვა მიყიდა, ლარი და 60-ად, ლარი და 8 თეთრად. თქვენც მიგიღოთ რეალური ფასებია ეს ბატონ ნიკოლოზ? არ გაქცევთ პასუხს. ამ გზით დედოფლის წყაროს მერიამ კონკურენცია შეზღუდა და სავარაუდოდ ღარიბაშვილის ფიქტიური წარმომადგენლისთვის გაამარტივა გზა, რომ საბოლოოდ პრემიერის ოჯახს სახელმწიფო ქონება კვადრატული ლარად და 50 თეთრად მიეღო. თქვენი ტირაჟი როგორია? რამდენს ბეჭდავთ მოკლედ? 50 ამჯერ. და აი როგორ ვრცელდება თქვენი გაზეთი? ჩვენი და თანამშრომლებს გვაქვს აღებული ვთქვათ, რომ ვისაც რა გვაქვს ახლომდებარე, ზოგ სოფლებშიც გვაქვს და ქუჩებზე. ანუ ეს დედოფლის წყაროს შიგნით ხდება, ხო? რაიონს არ ცდებით? რაიონს ვერ ვცდებით, ხო? იქნებ დედოფლის წყაროს გარეთ უნდა ვიღაცას ყიდვა, ის ვერ ნახავს, ხო? ხო, აი ესი არა. სად ნახა შირაქში გამოქვეყნებული განცხადება ნუგზარ ალუღიშვილმა, რომლის ოჯახმაც ეს მიწა იყიდა და შემდეგ ტარიელ ღარიბაშვილს გადაუფორმა. ბიზნესმენი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ჟურნალისტებს აგინებდა და სცემდა, ახლა დუმილის რეჟიმშია. ბატონ ნუგზარ, ნუ დაგვემალებით, გამოგხედეთ. ნუგზარ ალუღიშვილია ახლა ოქროს მოწმე, რომელმაც გამოძიებას უნდა უთხრას. იყო თუ არა ღარიბაშვილების ქონების ფიქტიური მფლობელი და რა გარიგებით გადაუფორმა 2023 წლის თებერვალში ტარიელ ღარიბაშვილს ქარხანა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ისედაც მათ ეკუთვნოდათ. ადრე ძალიან ყოჩაღად იყავით ხოლმე, აქეთ გვესხმოდით თავს. თქვენი სიმამაცე ღარიბაშვილზე იყო დამოკიდებული, გამოიხედეთ. ანუ თქვენი ქარხნის ფიქტიური ფლობა დადასტურდა ფაქტობრივად, ხო? კითხვები არ აქვს თქვენთან გამოძიებას, დაგიბარეს უკვე? ღარიბაშვილის ადვოკატები გვიმტკიცებენ, რომ დანაშაულის საწყისი სახელმწიფოსგან გაზეთ შირაქში გამოქვეყნებული განცხადებით ლარად და 50 თეთრად ნაყიდი ტერიტორიაა. მათი თქმით, სწორედ აქ მოახერხა ექს-პრემიერმა 22 მილიონიანი ბიზნეს იმპერიის მშენებლობა. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება. 2024 წელს ღარიბაშვილის საქმეში ახალი მოთამაშე ჩნდება. საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც ქალაქ ბორდოში რეგისტრირებული კომპანიისთვის ღვინის ქარხანა ღარიბაშვილებისგან იქირავა და ყოფილი პრემიერის ოჯახს ქირის სახით 10 წელიწადში 22 მილიონი უნდა გადაუხადოს. ფრანგები უნდა მუშაობდნენ, ეხა ღვინოს ისინი აკეთებენ. არ ვიცი ნამდვილად. საერთოდ ვინმე დაგინახავთ? არა. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული კონტრაქტის თანახმად 2024 წლის 28 მარტს ტარიელ ღარიბაშვილმა მისი ღვინის ქარხანა საფრანგეთის მოქალაქე ფრედერიკ კლოდ ორმიერს წელიწადში 720,000 ევროთ, ანუ 2,200,000 ლარად მიაქირავა. კონტრაქტის მიხედვით, თუ დამქირავებელი ქირავნობას გადაიფიქრებს, მან მთელი 10 წლის იჯარის თანხა ღარიბაშვილს მაინც უნდა გადაუხადოს. დავინტერესდით, ეს კონტრაქტი შავი ფულის გასათეთრებლად შეიქმნა თუ რეალურად ღარიბაშვილის მარანში ღვინოს ახლა მართლა ფრანგი მეღვინეები წურავენ. ანუ იჯარის ხელშეკრულება გააფორმეს და წელიწადში ხელშეკრულება გაფორმებული წელიწადში 2 მილიონი გადაუხადოს. 2,100,000 კი ბატონო და ამ ფრანგებს ვეძებს სად არიან და ფრანგებია საერთოდ ტუფტა რაღაც ეს 10-დან ჩაუფრენილი რაღაც. ტუფტა? აბა მარა, მე ხელშეკრულება გააფორმეს. ამათ სადღაც ამჯიბეშია ის ფული და ის 20 მილიონი და საფრთხო გამოაჩინა. ეგრეთ ვარ. ხო, ჩვენც გქონდა ეგ ეჭვი და მაგიტო ვიკითხე, იქნებ მართლა არსებობენ ეს ფრანგები თქო. აქ არ ვიცით. დედოფლის წყაროში ფრანგი მეღვინე ფრედერიკ კლოდ ორმიერი არავის და არასდროს უნახავს. შარშან ხელშეკრულების გაფორმებისას ისევ შაბათის ეთერმა მოიკვლია, რომ ფრანგ მეღვინეს სინამდვილეში მანამდე მეღვინეობის გამოცდილება არ ჰქონია. ბრენდი ვილაჟით ბორდოში ღარიბაშვილებთან კონტრაქტის გაფორმებამდე 2 თვით ადრე, 2024 წლის იანვარში დაფუძნდა.
ფიქტიური კონტრაქტის შესახებ კითხვები მაშინვე გაჩნდა. ფრანგები არიან მხოლოდ ვაშლოვანში ჩამოდიან ხოლმე დასასვენებლად, ვაშლოვნის სანახავად, როგორც ეგეთი აქ მეწარმე ფრანგები არ გვინახიან. ღარიბაშვილს მეცაც უხდიან ვიღაცეები, მაგრამ როგორც ეგეთი რომ მარანი გაექირავინა და იქიდან გამორიცხულია. მართალი თუ გაინტერესებთ, ეს 2 მილიონი არის ამათვის სახარჯო ფული რა ევროპაში რომ გაისეირნონ. ეს 2 მილიონი არაფერი არ არის. გრანტები მაგალითად რაც შემოდის ხო ყოველწლიურად 10-15 მილიონი, 20 მილიონი რაც შემოდის ხო? წაიღეს ამათ ისევ ამათმა საახლებლად. გრანტი ჩამოდის გერმანელს ჩამოა გრანტი რომ ადამიანმა მაღაზია გააკეთოს, ზოგმა ცხენი იყიდოს, ზოგმა ძროხა იყიდოს, ზოგმა რა ვიცი ვისრის საშუალება აქვს, მანქანა იყიდოს და იტაქსაოს, პატარა მაღაზია გახსნას, ქვეყანა რომ განვითარდეს. რომელმა გლეხმა წაიღო გრანტი. დარეჯის გარეშე დარჩენილ ქარხანაში ვერც ფრანგ მეღვინეს პოულობთ და ვერც ბრენდ ვილაჟის ქართულ წარმომადგენელს. ამიტომ ერეკლე იმერლიშვილს ყვარელში ვაკითხავთ რეგისტრაციის მისამართზე. მუშაობთ ისევ იჯარა ძალაშია? არა, თუ შეიძლება მერე ვისაუბრო ტელეფონზე და მერე როდის უკაცრავ? არა, აქ ხართ და მერე როგორ დაგიკავშირდეთ? შეიძლება. დოკუმენტების თანახმად, სწორედ ბრენდ ვილაჟის ქართულ წარმომადგენელს ერეკლე იმერლიშვილს უნდა ეპოვა ქარხანა, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქისთვის დაიქირავებდა. ფულსაც წელიწადში 2 მილიონს ღარიბაშვილებს ის უნდა უხდიდეს. შესაბამისად, მანვე უნდა იცოდეს ამ ფულის წარმომავლობაც. ერთადერთი, რასაც ერეკლე იმერლიშვილი გვიდასტურებს, გასული წლის რთველის მიღება. ძალაშია თუ არა კონტრაქტი ისევ, ამაზე პასუხის მიღება ბრენდ ვილაჟის ქართველი წარმომადგენლისგან ყველაზე რთული აღმოჩნდა. მიპასუხეთ, ქარხანაში ისევ იჯარას იხდით და მუშაობთ თუ არა? ძალიან დიდი ბოდიში არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. რას ქვია არ გინდათ ლაპარაკი? შესაძლოა ფულის გათეთრებაზე იყოს ლაპარაკი, ბატონო ერეკლე და რას ნიშნავს ლაპარაკი არ გინდათ? გამოძიებიდან დაგიკავშირდათ ვინმე? არავინ არ დამკავშირებია რა თქმა უნდა. არა, და იჯარა ისევ გრძელდება? არ მინდა არა თემაზე. კი თუ არა, ბატონო ერეკლე? ეხა რიტორიკულ კითხვებს რატომ ის რიტორიკული რატო არის? დოკუმენტი არსებობს, რომ 10 წლიანი იჯარა გააფორმეთ და მუშაობთ თუ არა? ესმის გასაგებია წინასწარ დამოკავშირებით. იჯარა ძალაშია ისევ? წინასწარ დამიკავშირებით. წინასწარ აქ ხართ და მიპასუხეთ. ღარიბაშვილებთან კონტრაქტის განფორმებელი პირი გვიდასტურებს, რომ მასთან კითხვები ამ დრომდე არავის დაუსვამს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს ფიქტიურ გარიგებასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. 24-ში მივიღეთ რთველი. რა ვიცი, იქა ვინ იყო და ვინ არ დამინახა მე მაგას საუბარი არ შემიძლია. 25-ში ახლა ბატონო ერეკლე. ძალიან გთხოვთ, ახლა 25-ში ნებისმიერ საკითხზე. 24-ზე გავუსვით ხაზი და 25-ში არ მიგიღიათ რთველი? ძალიან დიდი ბოდიში, მოსulis ფაქტი არასასიამოვნო. სწორედ რა არის არასასიამოვნო? შესაძლოა ძალიან დიდი დანაშაულთან გქონდეს საქმე ბატონო ერეკლე, რა უსიამოვნებაზე მელაპარაკებით? ეხლა ამ თემას საუბარი არ მინდა. ნერვიულდი, იმიტომ რომ ეს დამადაკი ნერვიულად ბატონო ერეკლე, თუ არაფერია სანერვიულო. აქვს თუ არა სანერვიულო პირს, ვისი საშუალებითაც ტარიელ ღარიბაშვილს წელიწადში იჯარის სახით 2 მილიონ 100.000 უნდა მიეღო, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რეალურია ეს კონტრაქტი. მართლა არსებობს თუ არა საფრანგეთის მოქალაქე და ის მეღვინეა თუ ფიქტიური პირი. აი ღარიბაშვილებთან რომ დავკავშირდიან. ღარიბაშვილებთან? მაგათია ქარხანა და შეიძლება გაქირავებულად ფრანგებზე რა არის. ხო, მაგრამ ეს ფრანგები უნახავს ვინმეს? არა, მე აქავზიდე ყურძენი და მე ფრანგები აქ არ მინახია. არა, ხო? კაკაშა. კაკაშა გამიგია? ხო, და რავი, თუ ნახეთ ის გავარკვევთ ალბათ. ხო, ის კურირებს აქაურობას? რა ვიცი, ეგენი არ არიან, აბა რა გარი. ისევ? ო, რა მავილი იქნებიან, აბა. შემოდიოდა ხოლმე კაკაშა აქ. ზურაბ გონაშვილმა ყველაზე კარგად იცის, ფიქტიურია თუ რეალური ფრანგულ კომპანიასთან გაფორმებული მრავალ მილიონიანი კონტრაქტი. ბატონი კაკაშას ავტომობილს ჩვეულ ადგილას ვპოულობთ. ველოდებით, რომ დანარჩენი მასთან გავარკვიოთ. ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა სხვისი მანქანით მოდის და როგორც კი გვხედავს, ტერიტორიას ავტომობილის გაუჩერებლად ტოვებს. ბატონ ზურა, უნდა გაიქცეთ? ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზურაბ გონაშვილი გარბის. არც იგინება, არც ჩხუბობს და უბრალოდ გარბის. საგულისხმოა ისიც, რომ ქალაქში საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას როგორც ჩანს ერიდება და საქმეებს მეტი კონსპირაციისთვის სხვისი მანქანით აგვარებს. მითიშობს. ღარიბაშვილების მოურავი არც სატელეფონო ზარებს უპასუხობს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე. შვილის პრემიერობისას აშენებულ მამულებში გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დამალვას ახერხებს ტარიელ ღარიბაშვილიც. არადა მასთან ახლა გამოძიება უნდა მიდიოდეს, ან ყველაზე მდიდარ პენსიონერს გამოკითხვაზე იპარებდნენ.
რა შეის საქმეა საიდან ვის რა კეთილით არის. არია დაახვია ხელა. კითხვები წესით არამხოლოდ გამდიდრების წყაროდ დასახელებულ ქარხანას, არამედ დედოფლის წყაროს ქვიშის კარიერებს, ჰექტრობით მიწებს, რაიონში შემოსულ გრანტებს და იმ დიდრულ ფრენას უნდა ეხებოდეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით სწორედ პენსიონერმა მამამ დაუფინანსა.